4-ში მოვიდა ჩვეულებრივ სახლში და გვიან დაურეკეს სამსახურიდან, რომ დაიჭირეს მისი შტაბის უფროსი. და წავიდა გასარკვევად, დაახლოებით 12 საათზე. და შემდეგ რო არ დაბრუნებულა, ძირითადად სამსახურში რჩებოდა ხოლმე და ანუ არანაირი არც კი გაგვირკვირვებია სახლში რომ არ დაბრუნდა. ანუ 2009 წლის 4 მაისის ღამის შემდეგ აღარ გვინახავს. დაურეკე მის მძღოლს ვკითხე რაშია საქმე, რომელმაც მიპასუხა არ ვიცი ტელევიზორში რაც გადის. აი ეს იყო პასუხი. ანუ ტელევიზორში ვერც მე ვერ გავიგე, ვერ უკავშირდებოდი კარგი ხნის მანძილზე და სადღაც 1-2 საათში მან თვითონ გადმომირეკა, თავის მეორე ნომერი ჰქონდა და მითხრა არი ნერვიულო ცოცხალი ვარ. მხოლოდ ეს სიტყვები, მეტი არაფერი და მორჩა. ამის შემდეგ მე მხოლოდ უკვე როცა დააკავეს და ადვოკატის მეშვეობით შევძელი გამეგო რა ხდება ჩემ თავს, მეტი არაფერი. დაურეკე ტელეფონით, მეთქი კობა, სად ხარ შენზე რაღაცა ინფორმაცია ტელევიზიაში, რაღაცა ამბოხი მომხდარა. დაანებე მაგათ თავი ნუ უსმენო, იგენი არ არიანო სრულ ჭკუაზეო, ეს ღვალაძეზე იყო აქცენტი გაკეთებული და არა მეთქი სერიოზულადაა კობა საქმე და არ ამგონია რომ არასერიოზული იმით შეხედო მეთქი ამ ინფორმაციას და ნახევარ საათში კიდე დაურეკე კობა სად იმყოფები მეთქი შენზე სერიოზულად ძებნა გამოცხადებული და რა იქ აღარ დამირეკო და გავარკვევ ყველაფერს შენ არ ინერვიულო და მას შემდეგ მე კობა აღარ მინახავს. სხვათა შორის საინტერესო ფაქტია ისიც, რომ გლდანის მერვე საპყრობილეში ჩემი მიყვანის შემდეგ დაახლოებით 2-3 თვეში მოიყვანეს ძალიან ბევრი ძალოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიზეზით, უკანონო იარაღი, ნარკოტიკი და ასე შემდეგ. ეს წითელი ბლოკი ძალიან გადაიტანა. როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია საარმიო ნაწილებში არსებული განწყობის შესახებ, ცხინვალის სამხედრო კამპანიის კრახის ფონზე და მას სურდა ან გაეძევებინა მებრძოლი კასტა არმიის რიგებიდან, ვინც უკმაყოფილო იყო მიშას მიერ გატარებული პოლიტიკის გამო ან დაეშინებინა მათი დიდი ნაწილი. კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლა არც ერთ კომპონენტში არ ჯდება, ვინაიდან როგორც ღვალაძისათვის და ასევე ყველასათვის ცნობილი იყო, რომ იმ დროს საქართველოში მიმდინარეობდა მოვლენები, იყო მიტინგები და ფაქტიურად პარლამენტი შენობა იყო ცარიელი. იქ პარლამენტი მუშაობას არ ახორციელებდა და საინტერესოა ცარიელი შენობის აღება, ვისაც ჭირდებოდა. მით უმეტეს მათთვისაც, ყველასთვისაც ძალიან კარგად იყო ცნობილი, რომ ამ პარლამენტის შენობაში იმყოფებოდნენ სამართალდამცავი ორგანოები, რათა არ მოხდარიყო იგივე მომიტინგეების მხრიდან, ანუ ვინმეს მხრიდან შეჭრა და დაკავება. ანუ ეს აბსურდი არის. საკმაოდ წარმატებული სამხედრო მოსამსახურე იყო, საკმაოდ სერიოზული ახალგაზრდა ოფიცერი იყო, რომელიც თქვათ მზად იყო იმისთვის, რომ საკმაოდ სერიოზული სამხედრო კარიერა აეწყო, ერთი უდისციპლინობის შემთხვევით მოხდა ის, რომ ნასვამები წავიდნენ სადღაც ავტომობილი და მოყვა ავარიაში. რის გამოც ის ყველაფერი, რაც ცხოვრებაში დაგეგმილი ჰქონდა, დაეშალა, თავისი ავადმყოფობის გამო დამოკიდებულება ალკოჰოლთან გაეზარდა და შემდეგ მუდმივი სურვილი ჰქონდა ის ძველი დიდება დაებრუნებინა. ამიტომ ხან ცდილობდა, რომ ყოფილიყო რაღაც ქურდული სამყაროს წევრი, ხან უნდოდა, რომ აი ამ 10 გენერალთან ერთად ზის გია ღვალაძე პროცესზე რომ ყოფილიყავით, მიხვდებოდი, რომ გია ღვალაძე არ არის პირი, რომელთანაც 10 გენერალი დაჯდება. 5 დღის უკან, ხო, ეს შაბათი. ვიყავით მცხეთაში ძმო, იქ იჭდა 6 გენერალი. ესე იგი, კობალაძე, აღარაშვილი, ფირცხალაიშვილი, თევზაძე, უჩაძე, დაბალი გენერალი შეერაღების პროსპექტი და გიას კრიალაშვილი. კაცი რომელმაც თავის ძროხა შექმნა თეთრი გიორგი და მხედრიობდა. გენერლის ჩინია, ხა, მითხეს გენერალი და კომიტი გამოვიდა. ხო, შემდეგ ისე მეშვიდი არის ჯემალ გახუგიძე. ეს რაც ვიცი და გამიგეთ. მე ჩემსიტყვაზე ვარ ატვიჩაიდა. არის რიგი შემთხვევებისა, როდესაც სამხედრო კანონმდებლობა ავალდებულებს სამხედრო პირს არ დაემორჩილოს ბრძანება. ეს ის ბრძანებებია, რომელიც მიმართულია, ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოებასთან დამოკიდებულების მიმართებაში და ასე შემდეგ. ბევრი ვარიანტია, როცა სამხედრო პირს შეუძლია არ დაემორჩილოს ბრძანებას. არა მარტო შეუძლია, ვალდებულიც არის არ დაემორჩილოს, მაგრამ არის ბრძანებები, რომელიც
და შეასრულოს ფაქტობრივად ახლა დაუმორჩილებლობაში რა იგულისხმება, ვთქვათ. თუ მარტო ბრძანების შეუსრულებლობა იგულისხმება, ეს არ არის ჯერ კიდევ ბუნტი, ვთქვათ, ხო? ეხლა მუხროვანის თავისებურება რა იყო? აქაც ისე როგორც ციხის ბუნტის დროს არავინ არ იცის რაზეა საუბარი, უბრალოდ გაუგებრობაა, ინციდენტია, თუ მართლაც გარკვეულ პირებმა მოაწყვეს შეთქმულება. ნაკლებად არ ჩანს შეთქმულება, ასე რომ ვთქვათ, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულებაში მონაწილეობა. მაქსიმუმ რაც გამოჩვევის აქ ეს არის შერაღებულ ძალებში, რომელშიც დისციპლინა არ არის კარგ დონეზე, მეთაური თავის თავს უფლებას აძლევს, რომ პირადი პროტესტი გამოხატოს. ანუ მან არ იცის, რომ თუ ის იღებს ბრძანებას, რომელიც მისთვის მიუღებელია, ამ შემთხვევაში მან უნდა გადააბაროს თავისი, ესე რომ ვთქვათ, თანამდებობა მის მოადგილეს, ან შემდგომ მეორე პირს და თვითონ უნდა დაწეროს გადადგომის შესახებ განცხადება და უნდა ახსნას თუ რატო არ ემორჩილება ამა თუ იმ ბრძანებას. ღამის 4 საათზე იცოდნენ, რომ პროტესტი არსებობდა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე. მაგრამ არაფერი ღონისძიება არ გაკეთებულა, მანამ სანამ არ გათენდა, სანამ ვიდეო კამერები არ დადგა, სანამ არ მოხდა ის, რომ აი ჩვენ გვებრძვის გარემტერი, შიდამტერი ყველა ერთად, აი ესეთ ოპერაციას გეგმავინა, ჩვენ ძლიერი შეიარაღებული ძალების პატრონი, ამ ოპერაციით მივიღებთ იმას, რომ ყველას ჩავხოცავთ იქ. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ სურათი, სადაც ხელისუფლება დაწყებული ამ პროტესტის გაჩენიდან დამთავრებამდე სიტუაციას მთლიანად აკონტროლებდა და ამ მოხების აღკვეთა მოხდა PR კამპანიისთვის, იმისათვის რომ ერთი მხრივ იმ საპროტესტო აქციები, რაც 2009 წელს იმართებოდა ქვეყანაში, მომხდარიყო ამ მოძრაობის დისკრედიტაცია. გარკვეულწილად მინიშნებულიყო, რომ ამათ უკან დგას რუსეთი აფინანსებს და მეორე მხრივ ჯარში და ზოგადად ძალოვან უწყებებში გამემფებული იყო შიში იმისა, რომ ყველა გვისმენს, ყველა გვიყურებს და შეიძლება ჩვენც აღმოჩნდეთ იმ განსაჯდელი სკამზე, სადაც დღეს არიან მათი თანამოსამსახურები. ოთალები ნახავინა. ეცავგავი ბაქეთ? არა? ტრიალაში ოთალები იყო ნაწილში. ტანკები იყო დაკოქიფთები. და ჩუმატა ვერ გავიგე. ტანკები არ ხონდა და არ ხავდა დაკოქილი. მე ჯობია მე მithქვათ, რომ ეხლა და მithქვათ პროკურორს მიცეთ მაგ ჩვენებას იგივეს და ჯობია მე ლაპარაკოთ თქვენ თავად არ სანდას. იყო ტანკები დაკოქილი თუ არ გეკითხეთ? მოდი. ძალიან სამწუხაროა, თქვენ ხართ საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების სამხედრო, რომელიც დილიდან შეესწარით იმას, რომ თქვენ თვალწინ დაკოქეს ან თქვენ დაკოქეთ ტანკები, მოვიდნენ და არ შეუშვეს ჩემი წარმომადგენლები. მე ეჭვი არ მეპარება, რომ შეიძლება გაგაბრიყოს, მაგრამ თავი იმიტომ აბია ორ მოზდილ ადამიანს თავზე და მხრებზე. რომ ესეთი რაღაცა რო ხდება, თავის ჭკუით იმოძრაოს და იფიქროს. გადაყოლილი ვარ მარტო თქვენზე. მე პირადად და ქართული სახელმწიფო. რა უნდა და ოთანაძეს თქვენ ნაწილში ხარ. და რა უნდა და ჭრიალაშოს და რა უნდა და სხვადასხვა კრიმინალებს და ბანდიტებს, რომელთაც ფულის კეთების და მოპარვის და საქართველოს ხალატისგან და არაფერი არ უკეთებია თელი ცხოვრება. მოწესრიგებულ შეიარაღებულ ძალებში არსებობს მკაცრად გაწერილი ნორმატიული აქტების სისტემა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, ვის აქვს უფლება გასცეს საბრძოლო ბრძანება, რა ვითარებაში და რას უნდა ეყრდნობოდეს საბრძოლო ბრძანება. აქედან გამომდინარე, ცალსახად დადანაშაულება მუხროვანის ბატალიონის მეთაურის იმაში, რომ მან ამბოხის მცდელობა, ანუ მას ჰქონდა ამბოხის მცდელობა, ძალიან ძნელია. ამ შემთხვევაში როგორ გითხრათ ახლა არ ჩანს ქმედება. ანუ ამბოხის მცდელობისას მათ უნდა ქონოდათ განცხადება, მათ უნდა მოეყვანათ საბრძოლო მდგომარეობაში ტექნიკა და შეიარაღება და უნდა ქონოდათ მცდელობა დაეტოვებინათ დისლოკაციის ადგილი ან დაეკავებინათ
თავდაცვითი ზღუდეები ან სხვა რაიმე ფორმით უნდა აღნიშნულიყო შეერაღებულ მოქმედებაზე გადასვლა. უნდა ყოფილიყო სიტყვიერი ან წერილობითი ბრძანება მეთაურის, სადაც დადასტურდებოდა, რომ მეთაურმა მოიყვანა კანონმდებლობის დარღვევით საბრძოლო მდგომარეობაში ქვედანაყოფი იმ კატეგორიით და იმ მასშტაბით, რომლის უფლება მას არ ჰქონდა. მტკიცებულება დევს საქმეში, რომ ბოქსიდან გამოიყვანეს ტანკი, რომელიც უნდა გასარემონტებლად წაიყვანათ სარემონტო ბოქსში და გზაში მუხლუხი გაუწყდა და გამოიყვანეს მეორე ტანკი, რომ ეს მუხლუხ გამწყდარი ტანკი შეებრუნებია ისევ ბოქსში. და ამას დაარქვეს, რომ ეს იყო ტანკები, რომლებიც თბილისისკენ ჰქონდათ ლულები მიმართული. და ამას დაარქვეს, რომ აი თუ არ ხდებოდა შეიარაღების გადაადგილება. მაშინ, როდესაც სამართლებრივად სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ყოველდღიურად ხდება შეიარაღების გადაადგილება, იმ დანიშნულებით, რა დანიშნულებითაც ხდებოდა ამ შემთხვევაში სარემონტოდ. ჩემს მიერ და ჩემი კოლეგების მიერ ასევაც ძალიან ბორჯელი იყო დაყენებული შუამდგომობა, რათა ჩვენ თავდაცვის სამინისტროდან მოგვეწია სპეციალისტი, რომელიც გაგვიმარტავდა ჩვენ თუ რა არის ტექნიკის გადაადგილება, რა არის დისლოკაციის ადგილის შეცვლა, რაც სამწუხაროდ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტრო 50000 ლარიან ჯილდოს აწესებს სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული თანხა იმ პირს გადაეცემა, ვინც მუხროვანის სამხედრო ბატალიონის ამბოხებით ძებნულ ორგანიზატორებზე სამართლოდან წოდებით თითოეულ ძებნულზე ინფორმაციას მიაწვდის. ლევან ამირიძე, ბობა ოთანაძესა და გიაკრი ალაშვილი ამ დრომდე მიმალვაში არიან იმ პირებს, ვისაც რაიმე ინფორმაცია გააჩნია ეჭვმიტანილების ადგილს ამბოხების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვს და უკავშირდნენ პოლიციის უახლოეს განყოფილებას ან დარეკონ 022-ს. სამივე ადამიანი ახლა არის ძებნილი და ჩვენ ვთხოვთ ყველა მოქალაქეს იმ შემთხვევაში თუ ექნებათ ინფორმაცია ამ ადამიანის ადგილსამყოფელის შესახებ დაუკავშირდნენ პოლიციის უახლოეს განყოფილებას ან დარეკონ 022-ზე და მე მინდა მოთხოვდეთ რომ ამ ინფორმაციის მოწოდებით ისინი ძალიან დიდ სამსახურს გაუწევენ თავის სამშობლოს.